დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში 2 წლამდე ბავშვი TikTok-ის ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებული კადრების მიხედვით ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა. თავად ბიჭი, რომელმაც პოლიციაში დარეკა, ხვება, რომ კადრები, რომელიც ნახა, მძივია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე 126 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დაკავებული შვილი, რომელიც ნაცემი ბავშვის დედა TikTok-ის ლაივში დედისთვის გირაოს თანხას აგროვებს, მისი თქმით, მას 3000 ლარი სჭირდება. ლაივის დროს გოგონას ტელეფონზე დაურეკეს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მას გირაოს თანხა აღარ სჭირდება და ამჯერად ადვოკატის ფულია საჭირო. გუშინ ღამით სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელდა ლაივ ჩანაწერის ამონარიდი, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ბავშვს, ბებია, შვილიშვილს ფიზიკურად. საკმაოდ მძიმე კადრებია და როდესაც დედა ეკითხება თუ ბავშვს რატო ქონდა ხელი გაწითლებული, მან პირდაპირ თქვა, რომ მე მას დავარტყი. რაც არის მტკიცებულება, რა თქმა უნდა, მე როგორც სამოქალაქო აქტივისტმა და კანონმორჩილ მოქალაქემ დაუყოვნებლივ მივმართე პოლიციას, რეაგირება იყო დილის 5 საათზე გამთენიისას ქალბატონი ნინო აკავეს, ამ წუთას არის წინასწარ პატიმრობაში. ჩემი ინფორმაციით, ორჯერ იყვნენ სოციმუშაკების შემოწმებაზე და სამწუხაროდ ბავშვი არ განარიდეს ამ ოჯახს და არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოველდღიურად. შესაბამისად, გამომკითხეს პოლიციელებმა, დანარჩენს უკვე გადაწყვეტ სასამართლო ამ ქალბატონის ბრალეულობა. გაუპატიურების ბრალდებით იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურიაში 2011 წელს დაბადებული პირი ძალის გამოყენებით გაუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისის ცენტრში მესამე საჯარო სკოლის შენობის სახურავის შემადგენელი ნაწილი ჩამოინგრა. შენობიდან ჩამოყრილი მასალა ტროტუარზე ყრია, პერიმეტრი კი წითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქუთაისში რიონის პირა სახლის ნაწილი ჩამოინგრა. თავდაპირველად ინფორმაცია ჟურნალისტმა ირმა ჭოლაძემ გაავრცელა. ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროზე ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე 500 მეტრიან მონაკვეთზე მე-19 საუკუნის 10-მდე 2, 3 და 4 სართულიანი ქვისა და ხის აივნიანი შუშაბანდიანი შენობებია. ბევრი მათგანი უკვე ავარიულია, ზოგი სრულად მიტოვებული. აივნის მოაჯირები კი სახიფათოა. ყველა ეს ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ მოსახლეობის საკუთარი ხელით მათი რეაბილიტაცია შეუძლებელია. გთავაზობთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების რეგიონული მედიის მოდულის ფარგლებში მომზადებულ სიუჟეტს, რომელსაც ლექტორი ირმა ჭოლაძე ხელმძღვანელობს. ქუთაისის ერთ-ერთი ისტორიული ლოკაცია, რომელიც როგორც ადგილობრივთათვის, ასევე ტურისტებისთვის შთამბეჭდავ სანახაობას უნდა ქმნიდეს, დანგრევის პირასაა. ნადგურდება სახლები, რომლებიც საუკუნოვანია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ. ამ თემასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით კონსტანტინე და დავითის ქუჩის ერთ-ერთ მოსახლეს, ნარგიზა ტუკვაძეს, რომელიც რეალური ისტორიის მთავარი გმირია. ან დიდი ხანია ძალიან, რაც ეს განცხადება არსებობს? 10 მეტი. მოგვიყევით სრულად. განცხადებაში ვითხოვდით, რომ არის ავარიული სახლი, კედელი მოერღვა დაბლა, საძიკველი არაა გამსავს. და იქნება რაიმე ან გაგვაკეთებინონ, ან რაღაცა გვიქნან რა, სანამ გადავარდებით. განვიხილავთ. მომივიდა პასუხი ფოსტით, გამომიძახე მივედი პოსტაში და მომივიდა წერილი. ესო ჩასმული არის, ესე იგი, უნდა გაკეთდეს და დაელოდეთ. რადგან ჩვენი რესპონდენტის თქმით, ისტორიულ სახლებში ცხოვრება უკვე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, დავინტერესდით მიუმართავთ თუ არა მცხოვრებლებს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რომ გამოეყოთ მათთვის დროებითი საცხოვრებელი ან რაიმე სახის დახმარება. თუ შენო გამოხვალო აქიდანო, ქირას გადაგიხდით ჩვენო 3 თვეო და 3 თვეშიო გავაკეთებთ ამასო.
და რამდენი ასე გააკეთეს, არავინ არ გადაუხადა იმ ხალხს. სიუჟეტის მზადების პროცესში მივმართეთ წერილობით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ გაგვეკო ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით მივმართავთ თუ არა მათთვის ოფიციალური განცხადებით მცხოვრებლებს, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლებისგან მივიღეთ პასუხი, რომ არსებობს მსგავსი ტიპის განცხადება, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს განაცხადის მიღების ზუსტი თარიღი და შინაარსი. ამ ქუჩაზე იყო ცალმხრივი მოძრაობა. რამოდენიმეჯერ ვკეტავდით გზას, გამოვიდოდით მეზობლები და ვკეტავდით. ეხლა არის ორი მხრივი მოძრაობა, ორი, აი, უზარმაზარი მანქანები დაგიემქმებით, დატვირთულები და 2019 წელს რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი კომპანია კარკასმა მოიგო, თუმცა აღნიშნული პროექტი ჩავარდა. ქერუა ნათქვამი გლახა ღორმაო, არც თვითონ ჭამაო და არც სხვასა ჭამაო, არც ესენი აკეთებენ და არც სამგენს გააკეთებენ. და აი ასე ისთავრობა მოვა, ეთავრობა მოვა, ისარჩევნები მოვა, არაფერი. ვის გუნდს წარმოადგენთ და რა გზას ირჩევთ? ამ კითხვით ქუთაისელი ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა ქუთაისის მერობის მოვალეობის შემსრულებელსა და ქუთაისის მერის პოსტზე ქართული ოცნების კანდიდატს დავით ერემეიშვილს კითხვით მიმართავს. არჩილ გეგენავა ღია წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ამ წერილს წერ, იმიტომ რომ საზოგადოებამ დაინახოს სწორად, ვის გუნდს წარმოადგენთ და რა გზას ირჩევთ. ერთ მხარეს დგას გუნდი, რომელმაც ქუთაისს არაფერი გაუკეთა, გელათი დაუნგრია, ბაგრატის ნგრევას და წყლისგან ლპობას შეგნებულად უწყობენ ხელს. გასულ წელს ვიდეო და ფოტოფაქტების დადების შემდეგ კულტურის იმდროინდელმა მინისტრმა, რომელსაც კულტურასთან არაფერი საერთო ჰქონდა, ვრცელი წერილიც მოგვიწვნა და პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტივისტიც კი მიწოდა ჩემს მეგობრებთან ერთად. ქალაქში მნიშვნელოვანი ნაგებობები ნგრევის პირასაა, მათ შორის რიონისპირა სახლები, რომელთა რეაბილიტაციის დაპირებაც წინა წლებში მივიღეთ ერთ-ერთი გადაყენებული მერის დროს. საერთოდ ჯამში ამ გუნდმა ქალაქს ღირსება და ფუნქცია ფაქტობრივად დაუკარგა. ამ ფონზე, როგორც ამომრჩეველს და მოქალაქეს, მაქვს რამდენიმე პრინციპული კითხვა. 2008 წელს ომი ვინ დაიწყო? რუსეთმა თუ საქართველომ? რა არის თქვენი პოზიცია? გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებაზე ქართული არმია ხულიგნები არიან, რას ფიქრობთ? არ გიჭირთ იმავე გუნდში ყოფნა, სადაც ასეთი განცხადებების და მტრული ფიქრების მთქმელი ავტორებიც არიან? რას ფიქრობთ იმ უსამართლო ქმედებებზე, რასაც გართული პოლიცია ჩადის და პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებს ღებულობს უსამართლო სასამართლოსთან ერთად? მათ შორის ჩემს კონკრეტულ შემთხვევაზე, როცა უსამართლოდ დამაჯარიმეს წინა დღით უკვე ყოფილმა გადაყენებულმა მერმა განცხადება გააკეთა, შეურაცხყოფა მომაყენაობდა, მე დამაჯარიმეს იმის გამო, რომ თითქოს ხალხს უშვერი სიტყვებით მიმართავდი, არადა ის გასაგნებული პოლიტიკოსი ხალხი არაა და მთხრე ზედგამოჭრილი ეპითეტი იყო იმ დღეს მისთვის. პარლამენტის ქუთაისში დატოვება თქვენთვის რა მნიშვნელობის საკითხია? რას თავაზობთ ქალაქს რეალურად გარდა მითიური დაპირებებისა, რაც წარსულში ბევრჯერ მოვისმინეთ ამ შენობასთან დაკავშირებით? მერად არჩევის შემთხვევაში რამდენად იქნებით დამოუკიდებელი? შეძლებთ თუ არა პარტიის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, თუ ქუთაისის განვითარება პარტიის წინააღმდეგობას მოითხოვს? ქუთაისი ქართული ოცნების ხელში მეორე ქალაქის სტატუსიდან მეოთხე ქალაქად ჩამოაქვეითეს. ხვალ შეიძლება მეხუთეც გახდეს. რას ფიქრობთ ამ ტენდენციაზე და რა ხედვა გაქვთ ქალაქის სტატუსისა და მნიშვნელობის აღსადგენად? არასდროს მომისმენია თქვენი პოზიცია გელათზე. მესმის ეს თქვენთვის შესაძლოა მძიმე თემა იყოს, მაგრამ როგორც ქართველმა, როგორც დავითმა და როგორც ქუთაისელმა, რა აზრი გაქვთ იმ მდუმარებაზე, რომელიც გელათის ირგვლივ სუფევს და როგორ აფასებთ იმას, რაც თქვენს გუნდს დაუკავშირეს? როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად სწორია კიდევ ერთი გადაყენებული მერის ისევ პოლიტიკაში მოყვანა და საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენა? იმ მერის, რომელიც იმავე გუნდმა უარყოდა, რომლისთვისაც ქუთაისის ფუნქციური განვითარება პარტიულ სტრატეგიას ემსხვერპლა. ბატონო დავით, მე ვერ გისურვებთ წარმატებას ისე, როგორც გისურვებენ ისინი, ვინც მლიქვნელობით რაღაცის მოლოდინშია. წარმატებას ვერ გისურვებთ, რადგან ეს წარმატება ავტომატურად ასოცირდება იმ გუნდის ყალბ წარმატებასთან, რომელმაც მოღალატეობისა და ქუთაისის
მიტოვების მეტი არაფერი გააკეთებია. წერს სოციალურ ქსელში არჩილ გეგენავა და აღნიშნავს, რომ დავით ერემეიშვილს მიმართავს არა როგორც მის მეგობარს, არამედ როგორც პოლიტიკოსსა და ქუთაისის მერობის კანდიდატს. ცნობისათვის დავით ერემეიშვილი, რომელიც ქართული ოცნების მერობის კანდიდატია, ქუთაისში ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელია 2024 წლიდან. ის ამ პოსტს მას შემდეგ იკავებდა, რაც იოსებ ხახალეიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თანამდებობა დატოვა. ხარაგაულში მდინარე ყარნებას ხეობაში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი დაგუბებების აღმოფხვისა და მდინარის კალაპოტის გახსნის მიზნით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხარაგაულის მერის კობალ ურსმანაშვილის ინფორმაციით პროცესის მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის დადაბლება. მიწის მასა ისე ნაწილდება, რომ წყლის დონის მომატებისას თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკების წარმოქმნა. რკინიგზის დეპარტამენტმა უკვე გაწმინდა მდინარე ყარნებას კალაპოტი ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამასთან ტერიტორიაზე სამაშველო სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენლები. განაცხადა კობალ ურსმანაშვილმა. მისი თქმით, დამეწყრელ ზონაში სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ხარაგაულის სოფლებში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ გამოცემასთან ჩემი ხარაგაული. ძალიან კარგია, რომ მდინარე ყარნებას კალაპოტის გაწმენდა დაიწყეს. ვიცი, რომ გაწმენდითი სამუშაოები გეოლოგების რჩევით მიმდინარეობს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტების რეკომენდაციებს მისხალ მიხვდნენ და მეწყერის არიდების ისეთი სისტემა შეიმუშაონ, რომ პროცესები არ გამწვავდეს. ამ პროცესებზე გეოლოგების მუდმივი დაკვირვება უნდა გაგრძელდეს. მდინარე ყარნებას კალაპოტი მაქსიმალურად ბევრ ადგილზე უნდა გაიჭრას, რომ დაგუბებული წყალი გავიდეს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს და მეწყერსაშიში ზონიდან ყველა გაასახლონ. საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმებია მოსალოდნელი, ეს მეწყერი დიდ ფართობზე გაიშლება, ამიტომ გეოლოგებისგან მუდმივი დაკვირვება უნდა გაგრძელდეს. ძალიან უცნაური მეწყერია და ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ ის გარდა ტექტონური პროცესებისა ანთროპოგენულმა ჩარევამ რკინიგზის გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია. თქვენ გახსოვთ, რომ სარკინიგზო გვირაბები აფეთქებებით გაჰყავთ. ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობამ გარემო ხარაგაულში სხვა ადგილებზეც ძალიან მნიშვნელოვნად დააზიანა. სამწუხაროდ არ ჩატარებულა კვლევები და არ ვიცით რა შეცდომები დაუშვეს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის დროს, რა ზემოქმედება მოახდინა ამან გარემოზე. ეს ახალი სარკინიგზო გვირაბები დამეწყრილ სოფლებთან ძალიან ახლოსაა. კარგი იქნება, რომ გეოლოგებმა ის გვირაბებიც ნახონ და შეისწავლონ, ამბობს ნინო ჩხობაძე გამოცემასთან ჩემი ხარაგაული. კიდევ ერთხელ ვიცით და გავიგეთ, რომ პირველადი გაფრთხილების სისტემა ჯერ კიდე ეფექტურად არ არის ამუშავებული, მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან ძალიან სწრაფად მოახერხა რეაგირება. პრევენციული ღონისძიებების გატარება ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით მაინც არ შეგვიძლია ისე რომ მაქსიმალურად იყოს მიმდინარეობს ახლა მუშაობა ამ მიმართულებით და ვიმედოვნებ, რომ ცოტა ხანში მაინც ჩვენ გვექნება რაღაცა პირველადი რეაგირების სისტემები გამართული ყველა მუნიციპალიტეტისთვის. ხარაგაულში მეწყრულმა მასებმა მდინარე ყარნება ჩაკეტა. მდინარის ჩაკეტვამდე სოფელ ხემაღალსა და ღვერგში მეწყრული პროცესების გაუარესების შესახებ ინფორმაცია 2 თვის წინ გავრცელდა. სტიქიამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე საავტომობილო გზების ნაწილი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე საცხოვრებელი ფართიდან მერიამ ქირით 30 ოჯახი გაიყვანა. ამასთან სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით კომპლექსური საინჟინრო გეოლოგიური კვლევა შეისყიდა, რომელიც ხელშეკრულების პირობების თანახმად 2025 წლის 7 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. თბილისში უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო დაკარგულ პირთა ოჯახების აქტიური ჩართულობით ქუთაისში მდებარე უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან მოეწყო. ძიმე მოსაგონარია, მაგრამ
ფაქტია, თვითხილველი ჩემი სოფლიდან, ახალდაბიდან გამოვიდა, რომელმაც თავისით ნახა თუ როგორ აწამეს ბიძაჩემი ინვალიდი და ბოლოს ცოცხლად დაწვეს. ხდება რომ მისი საფლავი არ მაქვს, ძვალიც კი რომ ვიცოდე, სად არის მოვიძიებ და იმ ძვალს მოვიფერები. ასე ყოფილა რომ აფხაზები და ჩეჩნები შემოსულან ჩვენს ეზოკარში და უთქვიათ რომ უნდა თქვა რომ ეს მიწა ქართველების არ არის. ბიძაჩემი იყო ძალიან პრინციპული კაცი, შემდეგ რომ ვერ ათქმევინეს ბიძაჩემს რომ ეს მიწა ქართული არ არის, ავტომატის ჯერი ფეხებთან ესროლეს და საბოლოოდ კითხეს ვისია ეს მიწა? ბიძაჩემს უთქვია რომ ეს მიწა არავის არ არის, ეს მიწა არის ღმერთის და ვინც მოიხმარს ჭკვიანურად მისია. თქვენი ფილოსოფია ჩვენ არ გვჭირდებაო, სახლი რომელიც ჩემი იწოდა უკვე, იქიდან მუგუზლები მოუტანიათ, ზურგს უკან მოუკიდებიათ ცეცხლი და დაუწვავენ ცოცხალი. შეხვედრები, რასაც ჩვენ აქ ვადარებთ, ძალიან კარგია. ბევრი რამ დავკარგეთ, მაგრამ ადამიანებმა ერთმანეთი მაინც არ დავკარგოთ. ქუთაისში უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ. მესამე წელია საქართველოს ხელისუფლების სახელით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მხარდაჭერით აღინიშნება უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით უკლოდ მიჩნეულ პირთა ოჯახებისათვის, რომლებიც გამორჩეული სიმტკიცით და გამძლეობით ხვდებიან ამ გამოწვევებს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იზრდება საზოგადოების ცნობიერება გაუჩინარების პრობლემატიკის მიმართულებით და იმ დამსახურებული ხალხის ხსოვნის მხარდაჭერისთვის, რომელთაც ძალიან ბევრი რამ და მთავარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. მე მინდა აღუთქვა ჩვენს ოჯახებს, საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან, ხელისუფლების ჩართულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება სახელმწიფო პროგრამა მოძიების მიმართულებით და ვეცდებით უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ადამიანის იდენტიფიცირებას და ოჯახებისთვის გადაცემას. ისევ გელი ჩემი სულის ნაწილო, გელოდება ყველაფერიც, შენი საწილო, ვინ კი მაშინ. უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საქართველოში 1990-იანი წლების შეერაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ამ დრომდე 2000-მდე ადამიანი უგზო-უკლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედიღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებიან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის ფორმალური კვლევის შესახებ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორუმს მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენცია ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში საქართველოში პირველად იმართება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნის ცერემონიაზე საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბურობასა და მის როლს. ეს არის კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი არის ხელოვნური ინტელექტის ლოგიკების კვლევაზე და რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და ის 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა. თითქმის 40 წელიწადია, რაც ეს კონფერენცია ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება საკმაოდ რთულია, გამომდინარე იქიდან თუ რა მიღწევების და მეცნიერული კვლევების წარდგენა უწევთ მონაწილე პირებს. ამ კონფერენციაზე, რომელიც 4 დღის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასპინძლობით ტარდება საქართველოში,
47 მოხსენება იქნება წარდგენილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უახლოეს მიღწევებთან დაკავშირებულ მოცემულობებს წარუდგენს საზოგადოებას. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა იმისა, რომ მოხდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა კონკრეტულ საკითხებზე სფეროში მოღვაწე მეცნიერების განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობისთვის და რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, ეს არის მორიგი აღიარება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მათი რანგის, მათი დონის, ასეთი კონფერენციების ჩატარება არის უდიდესი პრივილეგია და ის რომ ეს კონფერენცია დღეს ტარდება და იწყება საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხაზს უსვავს უკვე იმ მიღწევებს და იმ რეიტინგულ მონაცემებს, რომელსაც ეს უნივერსიტეტი უკვე საერთაშორისო ასპარეზზე თავისი იმიჯით პასუხობს. ღონისძიებაზე დაამსწრეს საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა პაატა ტურავამ. ღონისძიებას ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კიუს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს მე-19 ევროპულ სამეცნიერო კონფერენციას. ეს ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. კონფერენცია არის ინტერდისციპლინური, რომელიც ქმნის საფუძველს მომავალი ქართულ-ევროპული თანამშრომლობისთვის ხელოვნური ინტელექტის ინტერდისციპლინური სწავლების სფეროში. კონფერენციის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება როგორც სასწავლო მიზნებისთვის, ისე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის. 4დღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური მოდელების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები. კონფერენციის ფარგლებში იმართება კვლევების პრეზენტაცია და პანელური დისკუსიები, სადაც მოწვეული არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. კიუ როგორც მზარდი უნივერსიტეტი იქნა შერჩეული ამ პრესტიჟული კონფერენციისთვის, რომელიც ევროპის მასშტაბით მე-19-ად იმართება. მაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა უნივერსიტეტზე, ამ გარემოზე და ღონისძიება იქნება დასამახსოვრებელი ყველა მონაწილისათვის. ხელოვნური ინტელექტი არის განვითარებადი სფერო და მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს ამ თანამედროვე მოვლენის მხარდაჭერას. ხელოვნური ინტელექტის ლოგიკის ევროპული კონფერენცია 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ფორუმს უკვე უმასპინძლეს საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა. ჯელიას მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების გაფართოებასა და იდეების ურთიერთგაზიარებას სხვადასხვა დისციპლინის ისეთ მკვლევრებს შორის, რომლებიც მუშაობენ როგორც აკადემიური, ისე თეორიისა და პრაქტიკის მიმართულებით.